ერთი შეხედვით, ბევრს გონია, რომ საქართველო ღრმად კონსერვატიული ქვეყანაა. პოლიტიკოსები ხშირად საუბრობენ ტრადიციულ ღირებულებებზე, საერთაშორისო დამკვირვებლები მიუთითებენ კონსერვატიულ ტენდენციებზე და ბევრი ქართველი თავადაც ასე აღწერს საკუთარ ქვეყანას. მაგრამ რას იფიქრებთ თუ გეტყვით, რომ ჩვენი კვლევის მიხედვით ქართული საზოგადოება ამ თემასთან დაკავშირებით ორადაა გაყოფილი და რომ ამ არასწორმა აღქმამ შესაძლოა მნიშვნელოვნად იმოქმედოს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალზე. გამარჯობა, ეს არის CRRC საქართველოს პოდკასტი. დღევანდელ ეპიზოდში გაგაცნობთ ჩვენს კვლევას სოციალური კონსერვატიზმის შესახებ საქართველოში. არსებული კვლევა ეჭვქვეშ აყენებს თითქმის ყველაფერს, რაც გვგონია, რომ ვიცით ქართველი ამომრჩევლის კონსერვატიული ღირებულებების შესახებ. ახლა გაგიზიარებთ ჩვენი კვლევის მიგნებებს. 2023 წლის ოქტომბერში CRRC საქართველომ 1200-ზე მეტი ადამიანი გამოკითხა, რათა გაეზომა სოციალური კონსერვატიზმის დონე საზოგადოებაში, 0-დან 1-მდე სკალაზე, სადაც 0 ნიშნავდა არაკონსერვატიულობას, ხოლო 1 მაღალ კონსერვატიულობას. შედეგების თანახმად ქართული საზოგადოება ზუსტად შუაში აღმოჩნდა, კოეფიციენტით 0,51 მიასედი. კონსერვატიზმის განსასაზღვრად კვლევაში გამოყენებული იყო 4 ძირითადი შეკითხვა. პირველი კითხვა შეეხებოდა ეროვნულ სიამაყეს. არსებობს თუ არა ქვეყნები, რომლებიც საქართველოზე უკეთესია. ზუსტად 50%-მა თქვა დიახ, ხოლო 50%-მა არა. მეორე შეეხებოდა ტრადიციულ გენდერულ როლებს. უნდა დაემორჩილოს თუ არა ცოლი ქმარს. ამ კითხვას მხოლოდ 37% დაეთანხმა. ეს ნიშნავს, რომ თითქმის 2/3 უარყოფს ასეთ მიდგომას. მესამე კითხვა ეხებოდა საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგიას. იყო თუ არა საბჭოთა პერიოდი უკეთესი, რადგან ქართველებს შესაფერისად სცემდნენ პატივს. ამ შეკითხვას 53% დაეთანხმა, ხოლო 46% არა. აქაც შეხედულებები თითქმის თანაბრად გადანაწილდა. მეოთხე კითხვა ეხებოდა LGBTQ საკითხებს. საკმარისად არიან თუ არა დაცული LGBTQ პირები საქართველოში. 52%-მა თქვა დიახ, ხოლო 32%-მა არა. ამ პასუხებიდან აშკარაა, რომ ქართული საზოგადოება არ არის ისეთი კონსერვატიული, როგორც ზოგიერთს ჰგონია. სინამდვილეში კონსერვატიული საკითხების მიმართ ხალხში ბევრად უფრო არაერთგვაროვანი დამოკიდებულებები არსებობს. თუ საქართველო ერთმნიშვნელოვნად კონსერვატიული არ არის, მაშინ ვინ არიან ისინი, ვინც საზოგადოების რეალურად კონსერვატიულ ნაწილს წარმოადგენს? ჩვენი მონაცემები მკაფიო სურათს გვაძლევს. წარმოიდგინეთ ასაკოვანი ქართველი კაცი, საშუალო სასკოლო განათლებით, რომელიც ცხოვრობს თბილის გარეთ, მხარს უჭერს ქართულ ოცნებას და რეგულარულად დადის ეკლესიაში. აი ასე შეიძლება დავახასიათოთ ტიპური კონსერვატორი. მაგრამ მოდით ეს რიცხვებში ავსახოთ. თაობათა შორის სხვაობა მნიშვნელოვანია. ჩვენმა ანალიზმა აჩვენა, რომ 80 წლის ადამიანებისა და 20 წლის ახალგაზრდების კონსერვატიზმის დონე 28%-ული პუნქტით განსხვავდება ერთმანეთისგან და კონსერვატიზმი მეტად ვლინდება უფროსი ასაკის ადამიანებში. პოლიტიკური დაყოფა კიდევ უფრო მკაფიოა. ქართული ოცნების მხარდამჭერები 18%-ული პუნქტით უფრო მეტად კონსერვატორები არიან, ვიდრე ოპოზიციის ამომრჩევლები. ეს მხოლოდ განსხვავებულ პარტიულ კუთვნილებას არ გამოხატავს, არამედ მიუთითებს სრულიად განსხვავებული მსოფლ მხედველობის არსებობაზე. დასახლების ტიპიც მნიშვნელოვნად მოქმედებს. სოფლებში მცხოვრები ადამიანები კონსერვატიზმის სკალაზე 6%-ული პუნქტით უფრო მაღლად განან, ვიდრე დედაქალაქში მცხოვრებნი. განათლებაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საშუალო განათლების მქონე პირები 8%-ული პუნქტით უფრო მეტად კონსერვატორები არიან, ვიდრე ისინი, ვისაც უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. აღსანიშნავია გენდერის როლიც. კაცები 7%-ული პუნქტით უფრო მეტად კონსერვატორები არიან, ვიდრე ქალები. ეს განსხვავებები უმნიშვნელო არ არის და ასახავს სრულიად განსხვავებულ ხედვას ქვეყნის პოზიციაზე მსოფლიოში, მთავრობის როლზე და იმაზე, თუ როგორი საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოში. ახლა კი გადავიდეთ უფრო საინტერესო ნაწილზე. თითქოს ლოგიკურია, რომ ტრადიციული ღირებულებების მქონე ადამიანები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული პოლიტიკაში, თუმცა ჩვენი მონაცემები საპირისპიროს გვიჩვენებს. სოციალურად კონსერვატიული მოქალაქეები 18%-ული პუნქტით უფრო ნაკლებად მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში, ნაკლებად აწერენ ხელს პეტიციებს და ნაკლებად ურთიერთობენ სახელმწიფო უწყებებთან. კიდევ ერთხელ რომ გავმარტოთ, ყველაზე მტკიცე ტრადიციული შეხედულებების მქონე ადამიანები გაცილებით უფრო ნაკლებად მონაწილეობენ დემოკრატიულ პროცესებში.
ამავდროულად მათი აქტივობა ინტერნეტში სრულიად განსხვავებულ ტენდენციას გამოკვეთს. ისინი სოციალურ მედიაში პოლიტიკის შესახებ პოსტებს ისეთივე სიხშირით აქვეყნებენ, როგორც ყველა დანარჩენი. რას გვეუბნება ეს იმაზე, თუ როგორ ხდება პოლიტიკური ცვლილებები საქართველოში? ჩვენი მონაცემები ცხადყოფს, რომ ტრადიციულ პოლიტიკურ სივრცეებში, დემონსტრაციებზე, სახალხო გამოსვლებში, სამოქალაქო ორგანიზაციებში კონსერვატიული ხმები ნაკლებად ისმის. ცხადია, რომ ამ დინამიკით მმართველი პარტია კარგად სარგებლობს. კონსერვატორი ამომრჩევლები შეიძლება არ მონაწილეობენ აქციებში, მაგრამ ისინი მიდიან საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად. მათი ონლაინ აქტიურობა ნიშნავს, რომ ისინი კვლავ ეცნობიან და საჯაროდ აზიარებენ პოლიტიკურ კონტენტსა და მოსაზრებებს. აქტივობის ეს თავისებურება მხოლოდ ამ ჯგუფის ცნობისმოყვარე ბუნებას არ გამოხატავს, არამედ მიუთითებს ქართული დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე. ჩვენი კვლევის ყველაზე საგანგაშო შედეგად შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ როდესაც კონსერვატორები იძულებულნი არიან დემოკრატიასა და სტაბილურობას შორის არჩევანი გააკეთონ, ისინი უფრო ხშირად სტაბილურობას ირჩევენ. რესპონდენტებს დაუსვით მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი შეკითხვა. თუ მთავრობა ინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას ქვეყანაში, აქვს თუ არა მნიშვნელობა დემოკრატიულია თუ არა ის? მეტად კონსერვატიული პირები 33% პუნქტით უფრო ხშირად ამბობენ, რომ არა. მთავრობა შეიძლება არ იყოს დემოკრატიული, მთავარია ის მშვიდობასა და წესრიგს ინარჩუნებდეს. ეს უმნიშვნელო განსხვავება არ არის, ეს არის პოლიტიკურ ღირებულებებში არსებული უფსკრული. ახლა განვიხილოთ ყოველივე რეგიონულ კონტექსტში. მსგავსი გზით წარიმართა პროცესი უნგრეთში. ვიქტორ ორბანმა თავისი პოლიტიკური სტრატეგია სწორედ სტაბილურობაზე დააფუძნა. ვლადიმერ პუტინის რეიტინგებიც მეტწილად სტაბილურობის აღქმას ეფუძნება და არა დემოკრატიულობას. საქართველოშიც იგივე ტენდენცია შეინიშნება. ქართული ოცნება თავს წარმოაჩენს როგორც მშვიდობისა და რუსეთთან დაბალანსებული ურთიერთობის გარანტს, მიუხედავად იმისა, რომ მას დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურებასა და ავტორიტარიზმში ადანაშაულებენ. ტენდენცია ნათელია. როდესაც ადამიანები გაურკვევლობას ან არასტაბილურობას გრძნობენ, ისინი მზად არიან დემოკრატიული უფლებები დათმონ წესრიგის სანაცვლოდ. საქართველოში კი კონსერვატორები უფრო განწყობილნი არიან ამისთვის. საქმე მხოლოდ პოლიტიკურ პრეფერენციებს არ ეხება. ეს ქართული დემოკრატიის მომავალთანაც დაკავშირებულია, რადგან დემოკრატია მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობას არ გულისხმობს. მას სჭირდება მოსახლეობა, რომელიც აფასებს დემოკრატიულ პროცესებს, მაშინაც კი, როცა ისინი ქაოტური, ნელი ან მათთვის არასასურველი შედეგების მომტანია. თუ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მზადაა სტაბილურობის გამო დემოკრატია დათმოს, ეს ქმნის იდეალურ პირობებს ავტორიტარული ლიდერებისთვის, რომლებიც ყველაზე ხშირად სწორედ წესრიგს გვპირდებიან. როგორ აისახება დემოკრატიასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული პერსპექტივები საზოგადოების ხედვაზე ევროინტეგრაციის შესახებ? დიახ, კონსერვატორები სკეპტიკურად უყურებენ ევროკავშირში ინტეგრაციას, მაგრამ საინტერესოა, რომ ყველაზე კონსერვატორ მოქალაქეებს შორისაც კი, მხოლოდ 25%-ზე ნაკლებია ისეთი, ვინც ევროკავშირის მიმართ ღიად უარყოფითადაა განწყობილი. ეს არ არის ყოვლის მომცველი წინააღმდეგობა, არამედ მხოლოდ მნიშვნელოვანი სკეპტიციზმი მოსახლეობის უმცირესობაში. უფრო შემაშფოთებელი ისაა, რომ კონსერვატორები უფრო ხშირად ემხრობიან რუსეთთან დაახლოებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში საუბარია მოსახლეობის 20%-ზე ნაკლებზე, თუნდაც მკვეთრად გამოხატულ კონსერვატორებს შორის. თუმცა ეს მაინც საზოგადოების მნიშვნელოვანი სეგმენტია, რომელიც რუსეთს ევროპული ინტეგრაციის რეალურ ალტერნატივად მიიჩნევს. რეალური პრობლემა ის კი არ არის, რომ კონსერვატორებს ევროკავშირის ძულთ, არამედ ის, რომ ისინი მას ეჭვის თვალით უყურებენ. ჩვენი მონაცემები აჩვენებს, რომ ისინი უფრო მეტად ნაწილობრივ უჭერენ მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას, ან არ იციან, არ აქვთ ჩამოყალიბებული აზრი ამასთან დაკავშირებით. ევროკავშირის მხარდამჭერი კამპანიები ხშირად უგულებელყოფენ კონსერვატორთა შიშებს სუვერენიტეტის, ტრადიციული ღირებულებებისა და კულტურული ცვლილებების შესახებ. თუმცა მნიშვნელოვანია მათი წუხილის გაგება და არა იგნორირება. და ბოლოს, რაში უნდა გამოგვადგეს ეს კვლევა? პირველ რიგში ეს მონაცემები შეიძლება გამოვიყენოთ საზოგადოების ინფორმირებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების მიზნით. ერთი მხრივ ოპოზიციურმა პარტიებმა არ უნდა შეწყვიტონ კონსერვატორ ამომრჩევლებთან მუშაობა, რადგანაც არსებობს ამომრჩეველთა დიდი ნაწილი, რომლებსაც კონსერვატორის იარლიყი აქვთ მიკრული, მაგრამ პოლიტიკურად პასიურები არიან და არ არიან მკაფიოდ დაკავშირებულნი მმართველ პარტიასთან.
კვლევის მიხედვით ასევე დგინდება, რომ მმართველი პარტიის პოპულარობის მთავარი მამოძრავებელი ძალა სტაბილურობის დაპირებაა, თუნდაც ეს დემოკრატიის დათმობის ფასად მოხდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატორები სოციალურად კონსერვატიულად მიჩნეულ ღირებულებებს იზიარებენ, ევროკავშირის საწინააღმდეგო განწყობას ძლიერად არ უჭერენ მხარს. ჩვენი კვლევის მიგნება ასეთია: საქართველოს მომავალს კონსერვატიული უმრავლესობა არ გადაწყვეტს, რადგან ეს უმრავლესობა არ არსებობს. ის დასკვნა, რომ სოციალური კონსერვატორები სავარაუდოდ სტაბილურობას ამჯობინებენ დემოკრატიას, მნიშვნელოვანია საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკური კონტექსტისთვის, სადაც მმართველ პარტიას მშვიდობისა და სტაბილურობის სახელით ავტორიტარული მმართველობის დამყარებაში ადანაშაულებენ. ჩვენი მონაცემები აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოება გაცილებით კომპლექსური და გაყოფილია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ამ სირთულეების გაგება არამხოლოდ აკადემიური წრეებისთვისაა საინტერესო, არამედ აუცილებელია ყველასთვის, ვისაც საქართველოს დემოკრატიული მომავალი აინტერესებს. მადლობთ, რომ უსმენთ ჩვენს პოდკასტს. ამ ეპიზოდში განხილული ანგარიშის ბმულს აღწერაში ნახავთ. მეტი ინფორმაციისთვის, კვლევებისა და მსგავსი პოდკასტების მოსასმენად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს crrc.g, ასევე გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები CRRC Georgia. მომავალ შეხვედრამდე.